საამშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ჩაატარა ალტინფომ პარლამენტის წინ საკმაოდ ხალხმრავალი აქცია. რა თქმა უნდა, ბუნებრივია ეს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი არის საქართველოში აღშფოთებული იმით, რომ ბორია გვარგადაკეთებული ივანაშვილი არაბულ ქალაქებს გვიშენებს და არაბიზაციას აწარმოებს, მოკლედ საქართველოში ახლა მაგის მოკიბო არ არის, ხო საჭირო. პირდაპირ მნიშვნელობით საქართველოში ხდება ქართველი ერის ჩანაცვლების პროგრამა. არაბებით, რავით, პაკისტანელები და 1000 უბედური გადმონაშთებით, მთელი აზია, აფრიკის საბომჟეთი ჩამოყავს აქ იაფ სამუშაო ძალად. მაგრამ ეს ცალკე საკითხია, ამაზე კიდევ ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა. მე ამ აქციას მინდა შევეხო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ალტინფომ ჩაატარა საკმაოდ ხალხმრავალი აქცია, 1000-ობით ადამიანი გამოვიდა არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ. მაგრამ რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, ეს არაბიზაციის საწინააღმდეგო აქცია იყო არაბული ქალაქების და არაბიზაციის მომხრე აქცია. ანუ რუსულმა ალტინფომ ეს ბუნებრივად და საფუძვლიანად აღშფოთებული ხალხი მიუყვანა ბიძინა ივანიშვილს და ჯიბეში ჩაუდო. და ასე ვთქვათ, კიდევ უფრო მწვანე შუქი აუნთო არაბიზაციას. მარტივად გეტყვით, ეს ჩემს დღევანდელ პოსტებშიც დავწერე. როდესაც აქცია ხალხმრავალი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მრავალათასიანი აქცია ტარდება არაბიზაციის წინააღმდეგ და არაბული ქალაქების წინააღმდეგ და იქ არც ერთი გამომსვლელი, არც ერთი ორგანიზატორი, არც მანამდე, არცად, არასდროს არ ასახელებს ერთხელ მაინც ბორია ივანიშვილს, ანუ არაბიზაციის მთავარ არქიტექტორს. ეს არის დიაგნოზი უკვე, რომ ეს არის ბორიას მართული აქცია. აქ პოლიტიკური ნიუანსებში ღრმაწტომა არ არის საჭირო. რატომ არ სახელდება მთავარი დამნაშავე? მარტივი კითხვა არის, აბა. თქვენც იფიქრეთ, მეგობრებო, და დაწერეთ კომენტარებში და გაავრცელეთ ეს ვიდეო ლაივი, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს. ეს იცით რას გავს? ადამიანს კიბო რომ სჭირს. კიბო რომ სჭირს. და მას ეუბნებიან, რომ რაღაც დაავადება არის, რა, შენ არ იცი. რა არის, მაგრამ ძალიან ცუდია, მაგრამ შენ სახელი მაინც ასაჭიროა რომ იცოდე რა. და შესაბამისად ზუსტი დიაგნოზი არ არსებობს, ხო? და როდესაც ავადმყოფობისთვის არ არსებობს ზუსტი დიაგნოზი, როდესაც პაციენტი ავადმყოფი არ არის ინფორმირებული საკუთარი ჯანმრთელობის რეალურ მდგომარეობაზე, კუნალობა ფეიკია, აბსურდი არის. არ არის ასე? კიდევ ერთხელ ვიმეორებ მარტივ კითხვას. აი, თვენახევრის წინ გაჟღერდა პირველად იგლ ჰილსის ეს საქართველოს დამაქცევარი, ეგრეთ წოდებული ინვესტიცია, ხო? თვენახევრის წინ გაჟღერებული ამ მავნებლობის და ანტიქართული მშენებლობის გაჟღერებიდან, ხო? თვენახევრის შემდეგ ალტინფო ნიშნავს აქციას. ანუ თვენახევარი მაშინვე კი არ დანიშნეს. 1, 2, 3 დღე, რა ვიცი, მომავალ კვირას, რა, 7 დღის შემდეგ, არა, თვენახევრის შემდეგ. ანუ რაც შეიძლება მაქსიმალურად ჩაწყრადეს ეს სიტუაცია. მუხტი გაიწოვოს, ხო? ეს მარტივი პოლიტექნოლოგიაა, მეგობრებო. 40 წელია პრაქტიკულად ამ საქმეში ვარ და ჩემგან როგორც იტყვენ, ტყუილიც კი დაიჯერება.
10,000-მდე საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი ვარ, რა ვიცი, მოყოლებული რეიგანისა და გორბაჩოვის რეიკიავიკში 86 წელს შეხვედრით სამიტიდან მოყოლებული. ანუ მუხტი ხო ჩაქრა ამ თველნახევრის განმავლობაში. სად მაშინ გამოსული ხალხი აღზნებული და სად ეხლა. კარგი, ამას თავი გავანებოთ. ესეც ხო თქვი, რომ იმიტომ გაკეთდა, რომ სპეციალურად მუხტი მინავლებულიყო. აი ახლაც ხო მოვიდა მაინც რამდენიმე 1000 ადამიანი, ხო? აქციის ორგანიზატორებმა სიტყვით გამოსულებმა რატო არ დაასახელეს საქართველოს დამაქცევარი თავარი არაბიზაციის ავტორი ბიძინა ივანიშვილი. კითხებს ეს არ გიჩენთ თქვენ? ხო ლოგიკური არის კაცო, რა ვიცი. თავარი დამნაშავის გარეშე, დასახელების გარეშე რაღაცას რო აპროტესტებ. ეს ან იდიოტობა არის, ან მიზანმიმართული მავნებლობა არის. ნუ ახლა იდიოტიზმი არ აკლიათ ამ რუსულ კონსერვატორებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს, მაგრამ არც ისეთი მიამიტები არიან რომ არ იცოდნენ ვინ დგას საქართველოს არაბიზაციის უკან. რაღა უკან წინ კაცო, კაცი ჩამოვიდა ამის ფეხები დაუკოცნა იმას, რა ქვია, იმ არაბელ შეიხი რო ჩამოიყვანეს აქ. ხო ნახა ყველა მის. კობახიძე იმ ძაღლივით, ფინია ძაღლივითო დაყვებოდა უკან პრემიერ-მინისტრი რო ქვია. ვინ იყო იქ მთავარი? ბორია. ბორია, რომელიც თვეების განმავლობაში არ გამოჩენილა, გამოჩნდა არაბი შეიხის ჩამოსვლისას. და ამის, რა ვიცი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელები და ფეხები დაუკოცნა, ხო? ხო ყველამ ვნახეთ, როგორი მონური ქედმოხრილობით ეურთიერთებოდა ბორია გვარგადაკეთებული ივანაშვილი არაბ შეიხს. დალტიფომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ დაასახელა ეს მთავარი დამაქცევარი საქართველოსი. ეხლა მოკლედ და მარტივად ძალიან გეტყვით ამ თელ პოლიტექნოლოგიურ ნიუანსებს რა არის. ალტიფო ცდილობს გახდეს და პრაქტიკულად გამხდარიც არის ეგრეთ წოდებული სისტემური ოპოზიცია. სისტემური ოპოზიცია არის სისტემის ნაწილი. ანუ ვითომ ოპოზიცია. აი მაგალითად იგივე რაც არის ეს იაგო ხვიჩიას მეძავი გირჩი, რა ვიცი, კიდე რომელი დავასახელ, ხალხის ზალა. მე თლაცასაცილო არის ქართული ოცნების წევრები არის განათხოვებული ვითომ პარტიაში. სისტემური ოპოზიცია ცდილობს ჩამოყალიბდეს ნანა კაკაბაძის ძველი კგბ-შნიკის და პუჩისტის და ჯაბა იოსელიანის ადიუტანტის ნანა კაკაბაძის ეგრეთ წოდებული ნეიტრალური საქართველო. პირდაპირ რუსული ნარატივითო საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური. ანუ დავანებეთ თავი დასავლეთო, ჩვენ რუსეთმა უნდა შეგვჭამოს. ან უფრო მწარედ ვიტყვი, შეგვათრიოს თავის ბორდელში. გაგვანებეთ თავი, რუსეთმა უნდა გვიხმაროს. ჩვენ ნეიტრალურები ვარ და ნეიტრალური ნიშნავს იმას, რომ აღარ გეხმარება დასავლეთი და რუსეთი არ აღიარებს შენ ნეიტრალიტეტს. რა ვიცი, მთელი ჩვენი ისტორია მაგას გვასწავლის 1920 წლის 7 მაისის რუსულ-ქართული ხელშეკრულებით საქართველოს გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, ვინც არის ის 9 თვეში აქ შემოჯლიგინდა ბოლშევიკური ურდოს წითელი არმია. აი ნეიტრალიტეტი და ყველასგან ხელდაქნეულ საქართველოში. და მოლდოვა აგერ 30 წელზე მეტია ნეიტრალურია, გამოცხადებული ნეიტრალიტეტის ქვეყანა არის, ხო? მაგრამ ამის მიუხედავად დნესტრისპირეთი მისთვის არავის არ დაუბრუნებია. ხომ კიდევ ერთხელ, რა ვიცი, ფინეთი ტრადიციული ნეიტრალიტეტის ქვეყანა იყო შვედეთთან ერთად, მაგრამ უკრაინაში როგორც კი დაიწყო ომი, ფინეთი და შვედეთი მიხვდნენ, რომ აქ ნეიტრალიტეტი ფეხზე კიდია რუსულ ურდოს და სასწრაფოდ შევიდნენ ნატოში. და რუსეთი, რომელიც გაიძახის ნატოს გაფართოების წინააღმდეგ ვიბრძითო, 1 წლის განმავლობაში, როდესაც შვედეთი და ფინეთი შესაბამის პროცედურებს გადიოდნენ, იქ ნატოს წევრი 27 ქვეყნის პარლამენტმა უნდა განაცხადოს თანხმობა ახალი წევრის მიღების შესახებ და ეს გაიწელა 1 წელი. ამ 1 წლის განმავლობაში რუსეთმა ერთი ტყვია კი არა, ერთი შურდულის ქვა არის რო რა ფინეთის მიმართულებით, რომ ის ნატოში არ გაწევრიანებულიყო. ანუ ნატოში გაწევრიანება და ნატოს გაფართოება არ ყოფილა რუსეთის პრობლემა. მისთვის პრობლემა არის უკრაინის სახელმწიფოებრიობა.
აი ეს არის პრობლემა. ხო, გავიგეთ მე მგონი აქედან, ხო? და ვინც არის ის ფინეთის ნატოში გაწევრიანების შედეგად ბალტიის ზღვა გადაიქცა ნატოს შიდა ტბად. და ფინეთმა რუსეთთან არსებული 1700 კილომეტრიანი საზღვარი გადააქცია ნატოს საზღვრად. ანუ რუსეთ-ნატოს საზღვარი ფინეთის ნატოში გაწევრიანებით გაიზარდა 1700 კილომეტრით. ლენინგრადის თავზე, პეტერბურგის თავზე. ერთი გადმოფურთხება რო არის იქიდან. აი ეს დაუშვა რუსეთმა, ვითომ ნატოს გაფართოების წინააღმდეგ რომ იბრძვის. ხო, ამ გეოპოლიტიკურ ნიუანსებს თავი დავანებოთ, ხო, დაუბრუნეთ ისევ აქეთ. ალტინფო ცდილობს გახდეს სისტემური ოპოზიცია, ანუ სისტემის ნაწილი. და იმისათვის, რომ ხალხში არსებული ბუნებრივი და საფუძვლიანი ანტიარაბული, ანტიისლამური, რა ვიცი, ყველაფერი არაბული ქალაქების მშენებლობის საწინააღმდეგო მუხტი ჩააქროს, მიანავლოს და მართული გახადოს, აკეთებს ამ აქციას, რომელიც გააკეთა თვენახევრის დაგვიანებით არაბული ქალაქების მშენებლობის გეგმის გამოცხადებიდან. გასაგებად თქვი? მღვდელი გაპონი გახსოვთ? რუსეთის ისტორიიდან 1905 წელს რა გააკეთა? სისხლიანი კვირა ეგრეთ წოდებული. ოხრანკის აგენტი იყო მღვდელი გაპონი, რომელმაც გამოიყვანა ხალხი ცარიზმის წინააღმდეგ აქციაზე და დაახორეტინა, ერთად შეკრიბეს ყველა და დახვრიტეს და ჩააქრეს მუხტი. ხალხში არსებული მეფის რუსეთის ტოტალიტარული, რა ვიცი, მართლობის წინააღმდეგ არსებული იმ დროს რუსეთში. აი ეს მღვდელი გაპონები არიან, ეს ალტინფოს, რა ვიცი, რუსეთის დუმის უფასო კეფირზე დავაშკაცებული და გამოზრდილი არარაობები. ანუ იცოდეთ, მე იმ ხალხს, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნამდვილად, პატრიოტულად არ მოსწონთ და ბუნებრივად არ უნდათ, რომ საქართველოში მოხდეს ეს არაბიზაცია. მაგრამ მათ ამ პრობლემის წამალი და გადამჭრელი გონიათ ეს ალტინფოელები, რომლებიც არიან საქართველოს გამყიდველები. და მათ მართულ ძალად გადაიქცნენ და ჩააბეს ისინი არაბული ქალაქების მშენებლობის გაპრაებაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს რაც მოხდა, ის არ იყო ქოცნების და ბიზნეივანიშვილის საწინააღმდეგო აქცია. ის ათასობით ადამიანი გამოვიდა რეალობაში ბიზნეივანიშვილმა, რომ არაბული ქალაქები უპრობლემო დააშენოს. მარტივ კითხვას დავსვამ კიდე. შენ თუ შენი ქვეყნის პატრიოტი ხარ, რატომ არ აპროტესტებ რუსეთის მასობრივ ჩამოთესლებას, რომელსაც მინიმუმ 100,000 ბინა აქვს საქართველოში ნაყიდი. ამაზე ხმას არ იღებ და ლაპარაკობ მხოლოდ, თქვათ, არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ. რა ვიცი, ახლა მე ჩემი თავი პატრიოტი მგონია. ხო, რა ვიცი, ასეა. მე ვაპროტესტებდი როგორც 2016-2017 წლებში არაბების მაშინაც არაბების მასობრივ ჩამოთესლებას და ჩვენი ამ ბრძოლის შედეგად საქართველოს კონსტიტუციაში ჩავაწერინეთ ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა. ეს თქვენი მონამორჩილის დამსახურებაცაა. ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი ამ ამბის. და გარდა ამისა, რუსეთის მასობრივი ჩამოთესლება რო დაიწყო უკრაინის ომის დაწყებისთანავე, მე ამასაც ვაპროტესტებდი. ანუ ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს? არაბი ჩამომითესლდება აქ 100,000-ობით და შემისulis დემოგრაფიულ სურათს, თუ რუსი, თუ რა ვიცი, გინდა ამერიკელი, რა მნიშვნელობა აქვს? ხო, და ეს ალტინფო არ აპროტესტებს. უკვე ჩამოთესლებულ 100,000-ზე მეტ რუსს. აგერ ბათუმი საერთოდ რუსული ქალაქი არის, ვინც არის ის. იქ უკვე ყველაფერი მოიგდეს. კაფე რესტორნები, ვიცი, ბინების გაქირავება, ბინების ყიდვა, თვითონ ნაყიდი აქვს, ბინების თვითონ აქირავებენ რუსები. გიდებიც კი, გიდები, ტურისტული გიდები, რომლებიც უნდა იყვნენ ქართველები და თითო კაპიკს შეუვლობდნენ, იქაც კი რუსები არიან. ტურისტული ტურების სააგენტოები იქ არის ბათუმში უკვე რუსული, რომელიც ხელს ჩაიგდეს და გამოდევნეს ქართველები ამ ბაზრიდან. მე მგონი მალე იქ რუსები იქნებიან უმეტესობაში, ვიდრე აჭარლები, ქართველები.
აი ამას არ აპროტესტებს არასოდეს. ერთხელაც კი ეს რუსული კონსერვები ალტინფო ქვია. ალტინფოს არასოდეს არ გაუპროტესტებია ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შიდა ქართლის ტერიტორიებიდან არც ერთი ქართველის გატაცება. არც ერთი ეკლესიის წაბილვა, არც ერთი ქართველის მოკლა. აფხაზეთში ილორის 1000 წლოვან უნიკალურ ქართულ ტაძარს გუმბათი რომ მოხსნეს რუსებმა და ხახვის თავები დაადგეს და კირით გადაღებეს 1000 წლოვანი ქართული სიწმინდე. არც ერთ ალტინფოელს ამაზე კრინტიც არ დაუძრავს. აი სარწმუნოების დიდი დამცველები რომ არიან. და სხვათა შორის არც დღევანდელ აქციაზე უხსენებიათ ამ რუსეთის აგენტურას და ბიძინას ჯიბის კიკუებს საქართველოს საპატრიარქო. ხო, საქართველოს საპატრიარქო ხო ისეთივე დამნაშავე არის არაბული სოფლების ქალაქების მშენებლობაში, როგორც ბიძინა ივანიშვილი და მისი ქოძბანდა. აგერ გამოვიდა პირდაპირ ის რა ქვია, იაკობი ხედრიონელი. ავტომატით დარბოდა პუჩის დროს და თქვა რა არაბიზაცია კაც. საიდან არის ეს? საიდან მოიტანეთ ეს არაბიზაცია? თქვენ ხო არ გაჟრიალებთ, ხო ნახეთ ეს ყველა. წმინდა სინოდის წევრი და არც ერთ წმინდა სინოდის წევრს თითო როლას გარდა და არც რუს ეგზარქოს შიოს საქართველოს არაბიზაციის კარს მომდგარი საფრთხის წინააღმდეგ კრინტიც არ დაუძრავს. იმიტომ რომ ეგენი ბიძინას პუტანები არიან. ბიძინას ჯიბის კლოუნები არიან, ვითომ ღმრთელმსახურობას რომ თამაშობენ რა. და ალტინფოს არც ამ საპატრიარქოზე უთქვამს არაფერი. ერთ-ერთ მთავარ თუ მთლად მთავარ დამნაშავედ არა. აი ბიძინა ივანიშვილი ჩარჩი. ბიძინა ივანიშვილი არის არაქართველი გვარგადაკეთებული ჩარჩი, რუსი დივერსანტი, ხო? რომელიც ჩამოვიდა კონკრეტული მიზნით. საქართველოს ქართველების გარეშე ხრუშოვის და სუსლოვის გეგმის გამხორციელებელია. გასაგებია, ხო? როგორი გასაგებია, მაგრამ მაინც ხო გასაგებია. არ არის კაც ქართველი. ესენი ქრისტეს ეკლესიას ხომ წარმოადგენენ მართლმადიდებლურ ეკლესიას 1500 წლოვანს. ჩვენი ეროვნული სხეულის მთავარ ჯავშანს. საპატრიარქოზე ლაპარაკობ. რატომ არ ლაპარაკობენ? კლავენ. ეს იმას ნიშნავს ბრძოლაში შეხვიდე ჯავშნის გარეშე. იმიტომ რომ ჯავშანმა გიღალატა. საპატრიარქომ გაყიდა საქართველო. ქართველი ერი გაყიდა საპატრიარქომ. და ალტინფომ, როგორც მოგახსენეთ, არც ამაზე თქვა ერთი სიტყვაც კი. ერთნი არიან ბორია ივანაშვილი, გვარგადაკეთებული, ჯოჯო, საქართველოს დამაქცევარი, რუსი ეგზარქოსი შიო, ბიძინას ადიუტანტი, ალტინფო, პატრიოტთა ალიანსი, ნეიტრალური საქართველო და ასე შემდეგ, რა ვიცი, მათი სახელი ლეგიონია. ესენი არიან ერთი ძალა, რომელიც თამაშობენ ზოგი მღვდელმსახურებას, ზოგი ოპოზიციას და ზოგი რას და ზოგი რას. უნდა იცნობდეთ საკუთარ მტრებს. და კიდევ ბარემ ამ ჩვენ ლიბერალებსაც მინდა უთხრა რა, დღეს ნახე რა ვიცი, ტაბულას ქონდა რაღაც რეპორტაჟი ჰომოფობიური აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან, არაბების საწინააღმდეგო აქცია, თუნდაც ყოფილა ჰომოფობიური აქცია. ანუ თქვენ რომ ატარებთ რუსების საწინააღმდეგო აქციას, მაშინ თქვენც ჰომოფობები ხო ხართ? არ ატარებთ? რუსებს ეძახით. ყველაფერს თავი დავანებოთ, ქოცებს ეძახით რუსებს. ამ ეროვნების დამაკანინებელი კონოტაციით, ხო? ანუ თქვენს ჰომოფობები ხართ? საიდან ეს იდიოტობა, რა შაშია აქ ჰომოფობია? თქვენ გაასწორეთ სამიზნე და ჩამოაყალიბეთ ნორმალურად სათქმელი ეს. ანუ თითქოს არაბული ქალაქების მშენებლობა ესე გამოდის რა, რომ ეს არაფერი არ არის, კაცო რა, ჩვეულებრივი ინვესტიცია. ანუ იგივეა, რასაც ქოცები ლაპარაკობენ, ხო? ესე თვლით ლიბერალებო, რომ არაბული ქალაქების მშენებლობა არაფერის პრობლემის შემქმნელი არ არის საქართველოს და ჩვეულებრივი ინვესტიცია არის, აი მაგას აკეთებთ. საკუთარი
რა ვიცი, გონება ჩლუნგობით? არაფერი ჰომოფობია აქ შუაში არ არის. არაბული ქალაქები შენდება. 16,000 ბინა გაიყიდება იმ ორ ქალაქში. კრწანისის ტყეპარკში და გონიოში და პლუს თბილისის ცენტრში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ისანში ბორია ივანიშვილის ფონდმა ქართულ გაყიდა 50,000 კვადრატული მეტრი არაბულ კომპანიაზე, რომელიც გააშენებს კიდევ ერთ ქალაქს. კიდევ ერთ ქალაქს, სადაც ათასობით ადამიანს ჩამოათასლებენ არაბოდან, რა ვიცი მე. 16 ცალი 55 მეტრიანი უზარმაზარი კორპუსი აშენდება. ათასობით ბინით არაბული კომპანიის მიერ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელიც მას მიყიდა ბიძინა ივანიშვილმა. თბილისის ცენტრში, ისანში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. ეს არის საჯარო რეესტრის მონაცემები, ჭორები არ არის. ოფიციალური და პროექტიც არის ცნობილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 16 სართულიანი, 16 ცალი, 55 მეტრიანი კორპუსი უნდა აშენდეს იქ არაბული კომპანიის მიერ. გაიგეთ? და ეს ჰომოფობია არის, ახლა მე რო ვიძახი არაბული ქალაქები არ უნდა აშენდეს საქართველოში. იმ საქართველოში, საიდანაც 300,000 კაცი ოფიციალურად უკვე გაიქცა, უკან მოუხედავად კოცბანდის მმართველობის პერიოდში და ეხლა თუ ბიძინა ივანიშვილის დიქტატურა შედგა, კიდევ ერთი ამდენი გაიქცევა აქედან. და თავად ყობახიძემ აღიარა ოფიციალური მონაცემები, რომ საქართველოში ჩამოთასლებული არის უკვე 300,000 უცხოტომელი, რომელმაც აქ იყიდა 60,000 ბინა. ოფიციალური მონაცემები არის. ანუ კოცბანდის ეს დეველოპერული კომპანიები, ეს არქი, შმარქი და რაღაცეები პირდაპირ იმაზე მუშაობენ კოცბანდის დაკვეთით, რომ ააშენონ რაც შეიძლება მეტი კორპუსი და გაყიდონ ის არაბებზე და უცხოტომელებზე, რა ვიცი. რომლებიც აქ ჩამოყავთ ქართველი ერის ჩასანაცვლებლად ბიძინა ივანიშვილის მეცადინეობით საქართველოს ქართველების გარეშე. აი ამის თქმა მინდოდა, ჩემო კარგებო. ვიცოდეთ სიმართლე, შეულამაზებელი. მე ხლა ლიბერალებიც ფეხზე მკიდია, კოცებიც, ნაცებიც და მით უმეტეს ეს რუსი კონსერვები და აგენტურა ალტინფო რო ქვია და პირდაპირ ღიად მათ ლიდერებს განცხადებული აქვს, კაცო, საქართველოში რუსული ბაზები უნდა იყოს, უნდა დაბრუნდეს. არ მოგისმენიათ ეგ? რუსულ ტელევიზიებს პირდაპირ ტექსტით ეუნებიან, აქ ყოფილი ჭკუარო ქართული მოსახლეობისთვის ეგ გათქვა. რუსულ ტელევიზიებს აძლევენ პირდაპირ ინტერვიუებს მაგაზე, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოში რუსული ბაზის დაბრუნებით. ვითომ თურქეთის იმის რა ქვია საფრთხის გასანეიტრალებლად. თურქეთს რა კადრა ერთი მაინც რუსეთმა, როცა თურქეთმა და მისმა მარიონეტმა აზერბაიჯანმა რუსეთი გამოაძევეს კავკასიიდან ყარაბაღის ომის მეშვეობით. გაიგეთ რამე რუსული ამოკვენესა ერთი მაინც? თურქეთს რამე გაუბედა რუსეთმა, როცა სირიაში პრორუსული მარიონეტი ასადის რეჟიმი დაუმხოდა იქ პროთურქული ხელისუფლება დასვა და სამხედრო ბაზებიდან გამოყარა სირიაში რო ქონდა რუსეთს. ერთი ხმა ამოიღო პუტინმა და რომელ დეგენერაციას ჯერა, რომ პუტინს აქვს იმის უნარი, რომ თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ რამე ამოიკნავლოს. უკრაინის არმიისთვის ვერაფერი ვერ უქნია და თურქეთის 9 მილიონიანი და უზარმაზარი კიდე მეტი არმია, ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში, ვერ არის ის ძალა, რომელსაც პუტინი რამე შეჰკადრებს. და მე იმას არ ვლაპარაკობ, რომ თურქული საფრთხე არ არსებობს როგორც ასეთი. მაგრამ მე ძალიან მარტივად ვამბობ, თურქული საფრთხის საწინააღმდეგოდ რუსეთი ჩვენ არ გამოგვადგება მეკავშირედ, როგორც სომხეთს არ გამოადგა მოკავშირედ, ხო? რუსეთს ვალდებულება ქონდა სამხედრო პოლიტიკური ხელშეკრულებით აღებული, რომ დახმარებოდა სომხეთს, მაგრამ დაეხმარა? არა, ჩააბარა. არ არის რუსეთი ის ძალა, რომელიც თურქეთს დაუპირისპირდება. ეს ერთადერთი ძალა არის შეერთებული შტატები. და პლუს ევროკავშირი. აი ამისთვის მჭირდება მე როგორც ერთ რიგით ქართველს, რომელსაც უკაცრავად და რაღაცეები საგარეო საქმეთა მინისტრების და მათი თანამშრომლების მეტად გაეგება გეოპოლიტიკაში.
იმიტომ რომ მათ ასაკზე მეტი მე ამ საქმეში ვარ, ხო? ერთადერთი ჩვენი მოკავშირე არის გადამრჩენელი ფიზიკური გადამრჩენელი პირდაპირ მნიშვნელობით ფიზიკურად რომ გადავრჩეთ საჭირო არის ამერიკასთან და ევროკავშირთან სტრატეგიული კავშირი. იმიტომ რომ ერთადერთი ძალა რომელიც თურქეთს ყურებს აახევს, როგორც კი ის სულად გამოიხედება საქართველოსკენ და სომხეთისკენ. სომხეთმა შუათაშორის იხმარა ჭკუა ამერიკასთან გააფორმა უცბად ყარაბაღის ომში დამარცხების შემდეგ სტრატეგიული მოკავშირეობა და რომ იცოდეთ ჩვენ რომ შეჩერებული გვაქვს სტრატეგიული მოკავშირეობა ამერიკასთან რომლის წყალობითაც ხუთი ჯუჯა სახელმწიფოს გარდა არავის არ უღიარებია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. აი ახლა ჩვენ შეჩერებული გვაქვს და სომხეთს გაფორმებული აქვს და პლუს ზანგეზურის დერეფანი გახსნეს ტრამპის სახელობისა და იქ ამერიკული კერძო არმია ჩადგება. გესმით? სომხეთის ტერიტორიაზე ჩადგება ამერიკული კერძო არმია, სომხეთ-ირანის საზღვარზე. აი ამას მიაღწიეს სომხებმა. სანამ ბორია ივანიშვილი საქართველოს არაბიზაციას და საქართველოს ძარცვა ლეჯვას და გატყავებას ახორციელებდა. აი ეს არის მოკლედ გეოპოლიტიკური ანალიზი იმისა, რაც ჩვენ გვჭირს. ჩვენთვის ნეიტრალიტეტი ეს არის სიკვდილის ტოლფასი. ეს არის რუსული ნარატივი. რუსეთს სურს, რომ საქართველოს გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი. რუსეთს სურს, რომ ბიძინა ივანიშვილმა კონსტიტუციიდან ამოიღოს 78 მუხლი, რომელიც ხელისუფლებას ავალდებულებს ევროატლანტიკური კურსის ერთგულებას. რატომ? იმიტომ რომ საქართველოს აღარ ყავდეს პატრონი, მოკავშირე. ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის მოკავშირე არის პატრონი, ვიცოდეთ ახლა ესეც. ამაზეც ნუ გადავიგლიჯავთ ახლა ის, გავიწეწავთ თმებს. კი ამერიკის გარეშე ჩვენ დავიღუპებით. ფიზიკურად აღარ ვიარსებებთ როგორც სახელმწიფო. იმიტომ რომ საქართველოს დაინაწილებს თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი. აზერბაიჯანი თბილისამდე, თურქეთი თბილისის იქით და რუსეთს რაც აქვს ახლა იმისთვის ომს არ დაუწყებენ აფხაზეთისა და ცხინვალისთვის მე მგონი. თურქები. აი ესე გადანაწილდება საქართველოს. თუ ჩვენ ჭკუით არ მოიქცევით და არ გავიაზრებთ ელემენტარულს. რუსულ აგენტურას ნუ ჩავაყოლებთ საფლავში საქართველოს. აი მალტინფოებს და შმალტინფოებს, რომლებიც მანიპულირებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პატრიოტულად განწყობილი, მაგრამ საკმაოდ გაუნათლებელი ადამიანების ემოციებით. ჩვენი თვითყოფადობა და ჩვენი მეობა, ჩვენი კულტურა, ჩვენი ცივილიზაცია გადარჩება მხოლოდ ევროკავშირის ფარგლებში. რაც არ უნდა გადავიფხრიწოთ ახლა ვიღაცეებმა, ეს რა ქვია, გულმკერდი, აო, ევროკავშირი პიდარასტების და არა, პოლონეთი არის იმ ევროკავშირში. იგივე უნგრეთია, იგივე ჩეხეთი არის. და რომ ვიცოდეთ, რა ვიცი, 27 წევრიდან ევროკავშირისა ნახევარში არ არის დაკანონებული გეი ქორწინება. და არც არავინ არ სთხოვს. მაგალითად, ბალტიის 3 ქვეყნიდან გეი ქორწინება დააკანონეს მხოლოდ ესტონეთში. ლიტვა, ლატვია, რომელიც 20 წელი არის უკვე ევროკავშირის წევრები არიან, არავის არ უთქვია მათთვის, აბა თქვენ თუ გინდათ ევროკავშირში ყოფნა და არავის არ უთქვია. არ არის იქ აქტუალური და არ დააკანონეს და მორჭა. ისევე როგორც ბულგარეთში, ისევე როგორც რუმინეთში, ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. არავინ არ ეუნება იმათ, რომ გინდათ თუ არა გეი ქორწინება დააკანონეთო და კაცები გაათხოვეთო. და თბილისის თავზე დემნა გვასალიას ქმრის ნიფხავი რომ ფრიალებს და ქოცებს აქვს წამოწმული თავზე კალადის მიერ საპატიო თბილისელობა მინიჭებული დემნა გვასალიაზე ვლაპარაკობ. ქოცებმა ამას მიხედეთ თავიდან მოიშორეთ დემნა გვასალიას თბილისის საპატიო მოქალაქედ დანიშნული დემნა გვასალიას ქმრის ნიფხავი. აი ასე გაამცელეთ ეს ვიდეო, გამოხატეთ თქვენი პოზიციები და გამოიწერეთ საერთოდ ჩემი გვერდი. პირველ ყოვლისა, რომ შეიტყოთ ჩემი ყველა პოსტისა და ვიდეო ლაივების შესახებ, თუ გამოჩნდეს უცბად თქვენს კედელზე. ესეთი ეს არის, რა ქვია,
ტაქტიკა არის Facebook-ის, რომ გამომწერები უფრო ადვილად იგებენ და უფრო მალე იგებენ. თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, ჩემი პოსტები და ის. რატო ვაკეთებ ამას ყველაფერს? ბალემ იმასაც გეტყვით ახლა, ხო? ზოგ შეიძლება ეგონოს, მე რამეს მიხდის. გადახდა და ფული მომდენობდა, კოცებში ვიქნებოდი, კაცო. ორმე ზარქუაზე უკეთესი პარლამენტარია, რომელიღაც მიქანაძეზე უკეთესი მინისტრი ვიქნებოდი როგორმე, ისე როგორც სააკაშვილის დროს შემეძლო ესე. კარგად მომეწყო ჩემი ცხოვრება და გამეყიდა ჩემი პრინციპები, იგივე როგორც შევარდნაძის დროსაც, ხო? ფული. ანა გაქვს ფული და ხარ ბუდიში და უკანალის მლოკველი ვეღაცის, ახარ თავისუფალი ადამიანი. მე თავისუფალი ადამიანი მინდა ვიყო. გენეტიკურად ასე მოდგამთ ჩემს მოდგმას. ხევსურებს. მე ეს გამძაფრებული მაქვს და ასე მინდა ვიყო. ხო და ამას რასაც ვაკეთებ, ეს არის ჩემი ერისადმი მსახურება. იმას რასაც ვაკეთებ უკანასკნელი 40 წელიწადია, ხო? რაც ამ საქმეში ვარ, ჟურნალისტიკა და პოლიტოლოგია და რა ვიცი, ანალიტიკოსობა ქვია. მარტივი არის ეს. ჩემი სამშობლოს გადასარჩენად ვიბძი. ჩემი ახლობლების, ჩემი ნათესავების, ჩემი ოჯახის გადასარჩენად ვიბძი, იმიტომ რომ კარგად ვიცი. ზედმიწევნით კარგად ვიცი, რას ნიშნავს საქართველოს რუსულ ბოსელში. იმიტომ რომ მიცხოვრია იმ დროსაც, როცა კომკავშირლები და ეს პარტიული ნაბიჭვრები, აი ხაზარაძისნაირები დარბოდნენ და აღარ ვიტყვი, კიდე არ მინდა ბევრი რამე ვილაპარაკო. ვიცი რა, მოკლედ ეს. წიგნები მაქვს ამაზე დაწერილი კაც. გაიხარეთ. ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს, ვისაც რითი შეგვიძლია. მე შემიძლია, მე მგონი ძალიან კარგადაც. და ვაკეთებ ამას. უშურველად. ყოველგვარი ანგარების გარეშე. რა ვიცი, ქართველობას და კაცობას და ღირსებას რაში სჭირდება ფულით დაფინანსება. ეს ან გაქვს, ან არა გაქვს. არ არის ასე? საკუთარი ოჯახის და საკუთარი სამშობლოს სიყვარულს რაში სჭირდება ფულად ისე რა ქვია დაფინანსება და პრემიები და ამის გამო იმის კეთება? არა. გაიხარეთ, მოკლედ გავრცელეთ ეს ვიდეო, ბევრმა ადამიანმა ნახოს და გამოხატეთ თქვენი აზრი. ჩვენო ვიბრძოლოთ საქართველოს გადასარჩენად. ბოლომდე. იმიტომ რომ სხვა გზა არ არსებობს უკვე. უკან დახევა ნიშნავს საქართველოს სიკვდილს პირდაპირ მნიშვნელობით და საქართველოს გაკრობას.